სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაიწყო აღორძინება, როგორც საეკლესიო ზოგადად ხელოვნება, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანმა საეკლესიო ხუროთმოძღვრებამ. გააღვიძა ერთსაუკუნოვანი ძილის შემდგომ ქართული ეკლესია. დაიწყო უწმინდესმა წმინდა გიორგის მოსაყვა. და ეს არის წმინდა გიორგი, რომელიც იცავს საქართველოს. წმინდესის დახატული ხატები გამოირჩევა განსაკუთრებული სიძლიერით ბზერის. ხალი გამექცეოდა ახლა გვერდით როცა მუშაობდა, ხედავდი რომ მთელი მისი არსებით იყო ჩართული და ხატავდა ძალიან მშვიდად. ეს არის რაღაცა ის ძაფი, რომელიც ჩვენი წინაპრებიდან გამოყოლილი ამ ადამიანში არის რა. ეს ჩვენთვის იყო პირველი ნათება სქივი, რო იქნებ ქართული მონუმენტური მხატვრობის აღორძინების და დასაწყისის. ის როგორც შემოქმედი ადამიანს, რომელსაც ხელისუფლება მუსიკა წეროს, ხატოს, ძერწოს და ყველაზე დიდი ხელოვნება კიდე გამოძერწოს სრული ადამიანების. პატრიარქს აქვს განსაკუთრებული უნარი მის ეს დიდ საქვეყნო მოვლენებს ბიძგი. ერთშეშე საქართველოს გაიღვიძა ვოლფინა უწმინდესმა ეკლესია მონასტრებით.